Hello, სასტავი, მოგესალმებით მეგობრებო. მოგლეთ, მე და პიკასო ვაპირებთ გადავიღოთ ლაივჰაკები მეგობრებო. თავიდან დავიწყებთ სასნოუკით, სასნოუკაში არსებულ ყველა შეძლების დაგვარად ყველა ლაივჰაკს გადავიღებთ და გაჩვენებთ, გასწავლეთ პოზიციებს და სხვადასხვა ნახავთ უკვე თქვენ თვითონ. და დასაწყისისთვის სანამ დავიწყებდეთ თხოვნა იქნება მეგობრებო რომ დააპაუზოთ ახლა ვიდეო და თუ არ გაქვთ გამოწერილი არხი აუცილებლად გამოიწეროთ და გააქტიუროთ ზარის ხილაკი რათა არ გამოგჩეთ სამომავლოდ საინტერესო ვიდეოების სასტავი. ახლა ჩაუჯექით მეგობრებო და დატკბით სანახაობით. პირველი ლაიფჰაკი გვაქვს მეგობრებო სასნოკაში არსებულ კორპუსებში. პირობითად ავიღოთ სიტყვაზე სკუადი ყავს მეორე სართულზე და პირდაპირ რაშს ვერ ვაკეთებთ, იმიტომ რომ კემპერობს და გველოდება ჩასაფრებული. ამისათვის მეგობრებო, აი აქედან კარებზე გადასვლით ვხედავთ პოზიციას და უკვე გაბედულად ულაშავს თუ ვიცით უკვე სად იმყოფება მეგობრებო. მედია გამოგადგებათ. შემდეგი ლაივჰაკი მეგობრებო, ისევ სასნოუკაში და გასწავლით ახლა სახურავზე როგორ ავიდეთ. პირველ რიგში ეს გამოგვადგება იმისთვის, რომ დავიჭიროთ კარგი პოზიცია საბრძოლველად, ასევე გამოგვადგება იმისათვის, სიტყვაზე ვისროთ ფლიარი ან ჩამოვარდა ისე დროპი და დაეცა სახურავზე, ბევრი ვიცი, რომ დაუტოვიათ მსგავსი შემთხვევაში დროპები მეგობრებო და პოზიციაც ძალიან მაგარია აქედან საბრძოლველად. აი პიკასო რო ხა ოპონენტი ყოფილიყო, რაც მოვიდო და თქვენც მიხვდებოდით სასტავი, ვინც არიცოდით გამოგადგებათ ესც. შემდეგი ლაივჰაკი მეგობრებო, სასნოკაში არსებულ ქარხანაში, შეგვიძლია დანადგარზე ასვლა მეგობრებო და დავიჭიროთ ისეთი პოზიცია, საიდანაც გვექნება უპირატესობა ოპონენტის წინააღმდეგ სასტავი და აქედან რო ცეცხლს გაუხსნით, ნამდვილად სიურპრიზი იქნება ოპონენტისთვის სასტავი. შემდეგი ლაივჰაკი მეგობრებო, გვაქვს იგივე შენობაში, ქარხნის შენობაში, ამ კარებიდან ნავალთ თაროებზე მეგობრებო და დავიკავებთ პოზიციას ისევ და ისევ სტრატეგიულად, რომ უპირატესობა გქონდეს ოპონენტების წინააღმდეგ მეგობრებო. აქ სიურპრიზი იქნება ნამდვილად ყველასთვის, აქედან რო სროლას დაუწყებთ სასტავი დამეთანხმებით ალბათ. შემდეგი ლაივჰაკი, მაგალითად სკუადი ყავს მეგობრებო მეორე სართულზე, აი ამ ყველასათვის ნაცნობ შენობაში ჩვენ შეგვიძლია სიურპრიზი მოუწყოთ და მოულოდნელად დავადგეთ ისეთი პოზიციიდან, საიდანაც არ გველოდებიან, კარის მეორე მხარეს დავაყენებთ ჩვენ teammates, ჩვენს მეგობარს, ვისთანაც ერთად თამაშობთ და შეგვიძლია ესე ავიდეთ მეორე სართულზე და დავადგეთ მოულოდნელად სკუადს მეგობრებო. შემდეგი ლაივჰაკი გვაქვს სასტავი კონსტრუქციაზე, მოგეხსენებათ კონსტრუქციაზე რამდენი ხალხი ჩამოდის ხოლმე და ჩვენ შეგვიძლია აქ ისეთი ადგილი დავიკავოთ, თუნდაც ამ ეგრეთ წოდებულ ბალკებზე, სადაც ხალხი არ წარმოიდგენს, რომ აქ ვინმე იქნება და უპირატესობა სტრატეგიულად შეგვიძლია ტერიტორიული უპირატესობა მოვიპოვოთ სასტავი. შემდეგი ლაივჰაკი გვაქვს სასტავი აი ამ შენობის სახურავზე ასვლა მეგობრებო, როგორც უკან იმ შენობაში, ისე შეგვიძლია ამ შენობის სახურავზე, იქიდან კონტეინერებით ავედი, მაგრამ აქ არ გვაქვს კონტეინერები, მაგრამ მაინც შესაძლებელია აქ ასვლა მეგობრებო, აი ამ ღობის შემაღლებულ ადგილზე დავდგებით მეგობრებო, აი ამ შემაღლებულ ადგილზე და აქედან ჩარჩოზე ხვდებით და ჩარჩოდან ზევით უკვე მეგობრებო, კედელთან ახლოს არ დადგეთ. ვაკეთებთ ნახტომს და ავდივართ მეგობრებო, იგივე შეგვიძლია ვთქვათ აქ უპირატესობის მხრივ და ასევე დროპის ან ფლიარგანის ჩამოგდების შემთხვევაში მეგობრებო, რომ არ დავკარგოთ, შესაძლებელია ამ კორპუსის სახურავზეც ასვლა სასტავი, პოზიციაც გვექნება თუ მაგალითად ან იარაღი არ გვაქვს, ან ბევრი ხალხია ჩამოსული სასტავი.
ასევე შეგვიძლია მეგობრებო ამ სახურავზე ასვლა, ნუ აქ უფრო მარტივიან უბრალოდ ამ კედლიდან ავდივართ იმ გამოშვერილ ნაწილზე და ნუ შესაბამისად უკვე ავდივართ სახურავზე მეგობრებო, ნუ ეს ყველაზე მარტივი ასასვლელია და ნუ არის სასნუკაში შენობები, სადაც უმეტესობის სახურავზე ასვლა შესაძლებელია მეგობრებო, ასევე გასწავლით სიტყვაზე თუ გყავთ ძალიან ბევრი ხალხი, იარაღი არ გაქვთ ან ცუდი შეიარაღება გაქვთ ან სოლო ხარ დარჩენილი, შეგიძლიათ აქ სტრატეგიულად დაიკავოთ ისეთი პოზიცია, რომ ძალიან ბევრი ვერ წარმოიდგენს თუ აქ ვინმე იმყოფება, ან შეიძლება წარმოიდგენდეს, მაგრამ უბრალოდ ვერ გნახოთ და უპირატესობა გქონდეთ ოპონენტის წინააღმდეგ მეგობრებო, აი თქვენც ხედავთ რა კარგი ადგილია, ნუ უპირატესობის მხრივ სასტავი. მოკლედ მეგობრებო, შეგახსენებთ რომ ეს ვიდეო არის დამწყებთათვის, ნუ ვინც არის ეს მსგავსი რაღაცები მათთვის არის გადაღებული. დღეისათვის სულ ეს იყო. თუ მოგეწონათ ვიდეო, აუცილებლად დაალაიქეთ. ასევე თუ გინდათ რომ მსგავსი ვიდეოები გადავიღოთ მე და პიკასომ, აუცილებლად დაწერეთ კომენტარებში და ნუ თქვენი აზრი აუცილებლად დააფიქსირეთ სასტავი. დღეს ჩვენ ამით დაგემშვიდობებით, სასტავი მომავალ ვიდეომდე.